იტალიაში საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების გადაყვანის გამო დააკავეს. პოლიციამ 27 წლის კაცი სასაზღვრო ქალაქ მუჯაში აიყვანა. მას ავტომობილით 4 არალეგალი სლოვენიიდან იტალიაში გადაჰყავდა. კაცმა თავიდან გაქცევა სცადა, თუმცა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაჭერა მოახერხეს. 5-ვე პირის საგამოძიებო უწყებაშია გადაყვანილი. უკრაინის დელეგაცია ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით ვაშინგტონშია. უკრაინელი მაღალჩინოსნები დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და გენერალ კიტ კელოგს, ხვალ კი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდებიან. სიტყვა და ძლიერი წვიმა იყო დღეს კახეთში. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში სახლები, სარდაფები და მაღაზიები დაიტბორა. სიღნაღის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ჩიხიან თხევი ადიდდა. რამდენიმე სოფელში დაიტბორა გზები და საცხოვრებელი ეზოები. წყალდიდობა ტრაპიზონში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. სტიქიამ ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დაწესებულებები დააზარალა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა 50-მდე ავტომანქანა.